ხმეთის მუნიციპალიტეტში მდებარე სოფელი დუისი რამდენიმე წელია სკოლის გარეშეა. დაპირების მიუხედავად ამ დრომდე ახალი სკოლის პროექტიც არ არსებობს და ბავშვებს მეზობელ სოფელში უწევთ განათლების მისაღებად ყოველდღე სიარული. მშობლების განცხადებით, სოფელ წინუბნის სკოლამდე მისასვლელი სახიფათო გზის გარდა პრობლემაა ისიც, რომ 90 მოსწავლეზე გათვლილ შენობაში 600-ზე მეტ ბავშვს უწევს სწავლა, რაც მათ განვითარებაზე უარყოფით გავლენას ახდენს. სოფელ დუისის პრობლემის შესახებ ინფორმირებულია განათლების მინისტრი, რომლის თქმითაც საკითხი პრიორიტეტული ობიექტების სიაშია. ჟანა დიდებაშვილისა და ზვიად ყარაულაშვილის რეპორტაჟი. ბავშვების გამიყავთ წინუბნის სკოლაში. დღეში რამდენი რეისის გაკეთება გიწევთ და რამდენი ბავშვი გადაყავთ? 20 რეისი, 5 რეისი, 2 დილით, 2 შუადღეს და 1 საღამოს. მეოთხე წელია ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისიდან 600-მდე მოსწავლე მეზობელი სოფლის წინუბნის საჯარო სკოლაში გადაიყვანეს. ამდენივე წელია ახალი სკოლის აშენების პირობით დუისის ერთადერთი სკოლა სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის საფუძველზე იმ პირობით დაანგრიეს, რომ ავარიული შენობის ნაცვლად ახალ სკოლას ააშენებდნენ. თუმცა დღემდე შენობის პროექტიც არ არსებობს და არავინ იცის, როდემდე ატარებენ ბავშვებს მეზობელი სოფლის სკოლაში. არ მომწონს თავის სოფელში კარგია სკოლა, ბავშვი რომ მივიდეს. რო კარგია სოფელი თავის სოფელში რომ მივიდეს ბავშვი. სხვა სოფელში ძნელია ბავშვებისთვის. რა თქმა უნდა. თავარი ზამთარშია. თავის სოფელში ჯობია ზამთარშიც. ეს როცა დაანგრიეს, არავინ არ იყო, არ უთხრეს როდის აშენდებოდა. არაფერი არ უთქვია. 4-5 წელია ბავშვები იქ დადიან და ძალიან სახიფათო გზაა. ყოველ წელს კი ელოდებოდნენ, რომ ამ წელში 2025-ში უკვე შევლენო, რა ვიცი, არაფერი არ. გზაზე არის ძალიან სახიფათო. ყურადღებას კი აქცევს ახმეტის მერია, ხრერსაც ყრიან, მარილსაც ყრიან. მაინც რა ვიცი, მე კი მეზარება წენობაში ტრანსპორტში ჩასვა. 500-მდე ბავშვია და პრობლემა ეგ არის, რომ პატარაა სკოლა. ეგ იყო მანწენობაში ძალიან ცოტა მაცხოვრებლები არიან, იმათთვის აშენებული და ამდენი ბავშვები რომ ამ დრომდე წინუბანშია, ეგ არის პრობლემა. სოფელ წინუბანის საჯარო სკოლა 4 წლის წინაა აშენებული და პროექტით 90 მოსწავლეზეა გათვლილი. თუმცა 3 წელზე მეტია ამ პატარა სკოლაში სოფელ დუისიდან და ხალაწანიდან 600-ზე მეტი მოსწავლე დადის. სწავლა 2 ცვლაში მიმდინარეობს და როგორც მშობლები ამბობენ, სკოლაში დასაშვებზე გაცილებით დიდი კონტინგენტი ბავშვების ფიზიოლოგიურ განვითარებაზე ნეგატიურად მოქმედებს. ამის გამო უკმაყოფილებას გამოთქვამენ და ახალი სკოლის დროულად აშენებას ითხოვენ. ყველა მშობლის ინტერესშია ახალი სკოლის აშენება. შეწუხებულები არიან მშობლები. აი მე მაგალითად ჩემი შვილიშვილები ერთი დილის სმენაა და მეორე შუადღისა. ძალიან გვიან ბრუნდება. ლამის არის განგაში გამოვაცხადოთ ზამთრის პერიოდში მით უმეტეს. აი არ ვიცი, ძალიან წუხდებით, ძალიან მღონდებით ჩვენც და მშობლებიც განსაკუთრებით დიდი ტრავმა ამ ზამთრის პერიოდის მოახლოება. თვითონ გზა ისეთი ვიწრო და საშიშია ზამთრის პერიოდში, რომ საჭიროა აი ნეტა დაბლა მაინც გაეკეთებინათ უსაფრთხოდ. რატო საშიში? ჩვენ ნახეთ, რომ იქ მოასფალტებული გზა არის. მოასფალტებული გზა არის, მაგრამ ვიწროა, მაინც 2 მანქანა ერთდროულად ვერ გაივლის თუ ერთ-ერთმა მანქანამ გზა არ დაუთმო. და აი თუ ამის შესაძლებლობა, საჭიროება, აი მეუმართავთ განათლების სამინისტროს, აი ზემდგომ ორგანოებს, აი დროულად და სწრაფად აშენდეს სკოლა. ძალიან გაუსაძლის მდგომარეობაში არიან ბავშვებიც და მშობლებიც. განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი განმარტავს, რომ დუისის სკოლის საკითხი ჯერ კიდევ პროექტირების ეტაპზეა, თუმცა აქვე იმასაც ამბობს, რომ ობიექტი პრიორიტეტულთა სიაშია, რაც ახლო პერიოდში სამშენებლო საქმიანობის განხორციელებას გულისხმობს. გვესმის, რომ გარკვეულწილად არის დისკომფორტი ის, რომ სხვა სოფლის სკოლაში უწევთ სიარული, თუმცა ეს არის მხოლოდ გარკვეულ პერიოდულობასთან დაკავშირებული, გამომდინარე იქიდან, რომ როდესაც ეს ინფრასტრუქტურა უკვე საბოლოო სახეს მიიღებს, თვითონვე დარწმუნდება ადგილობრივი მოსახლეობა, რომ ძალიან მაღალი სტანდარტის ინფრასტრუქტურაში გააგრძელებენ ახალგაზრდებიც და პედაგოგებიც თავის საქმიანობას სასწავლო პროცესთან დაკავშირებით და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ უახლოესი
რამდენიმე წლის განმავლობაში ამ სკოლას ერთობლივად გავხსნით და იქ მივიღებთ როგორც პირველ კლასელებს, ასევე ზედა კლასის მოსწავლეებსაც და მასწავლებლებსაც ეკნებათ შესაძლებლობა, რომ გააგრძელონ სასწავლო პროცესი. პროექტირება, შემდეგ ტენდერი და ბოლოს მშენებლობა რა დროში დასრულდება გაურკვეველია. ცხადი მხოლოდ ისაა, რომ სკოლის ეზოს კარზე 3 წლის წინ დადებული ბოქლომის გაღებას დუისელები მოუთმენლად ელიან.